რა კაი რაღაცა განგიზრახავ შემოგია როგორც ყოველთვის და მადლობა მისათვის. მისტიურ სამყაროს ვეხებით. ქალს. აბა კარგად დაეთი რამე გავიაროთ. უფალი განკაცდა ქალის სხეული გამოიარა ის. განკაცდა ქალის სხეულით გამოიარა. და მოვიდა რასაკვირველია ყოველი დაბადება დაკავშირებულია ის ტკივილთან, რომელსაც დედა განიცდის ტკივილს და ახალშობილის დაბადების დროს, როცა მოდის ახალ ქვეყანა აი ამ სამყაროში, რომ გადაატრიალოს, რომ აი ეს, ამიტომ და ის ტკივილით მოდის. მაგრამ ყველა ახალშობილმა რო იცოდეს, მისი ცხოვრების მერე პერსპექტივაში მოვალეობა, ძირითადი მოვალეობა რა არის. აი სულ რომ ჯომოლუნგმა დაიპყროს მეცნიერი გახდეს რაღაც ძალიან დიდი მწვერვალები, გახდეს დიდი ხელოვანი, გახდეს დიდი პოლიტიკოსი, მნიშვნელობა რა აქვს, ხედავთავარი. სულ უნდა ახსოვდეს. ის ტკივილი, რომელიც მან დედას მიაყენა დაბადების დროს, ეს ტკივილი არის ვალი, მოუშუშოს ეს ტკივილი დედას. რითი მარტო სიტყვით, კი ბატონო კარგია. რაღაც მატერიალურად კი ბატონო მისაღებია, მაგრამ თავისი ცხოვრების წესით. დედებს, მეუღლებს, ქალიშვილშვილებს, ქალიშვილშვილიშვილებს, ქალიშვილშვილსაშვილებს და საერთოდ მანდილოსნებო. თქვენ ყველანი უფლის საჩუქარი ბრძანდებით ამ ბიძაზე მოხმობილი, რომელსაც უფალმა თავის ძოზე გითხრათ. ყველგან მე ვერ ვიქნებიო და ღმერთის ფუნქცია თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი შვილების. გაიხარეთ. გაუმარჯოს ჩვენს მანდილოსნებს. გაიხარეთ. დონმარო ინჩის ხოლმე. აგახარ ზოგადად ხო ძრება ხოლმე ადამიანის სიტუაციიდან რომ ლაპარაკი არ შეუძლია. ამას რაღა უნდა დაამატო, ამბობენ ხოლმე და ახლა ეს შემთხვევა მართლა რაღა უნდა დაამატო.